მოგესალმებით, მივესალმები ყველას მაყურებელს. მოგახსენებთ, რომ 2015 წელს ტაშკენტის ქუჩაზე თორნიკე კაჭარავამ და დავით დეკანოსიძემ განახორციელეს ახალგაზრდა ბიჭის, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობა. საქმე ამ დრომდე გაუხსნელი იყო იმ დროისათვის გავლენიანი პირების ოთარ ფარცხალაძის, მიხეილ ჯოხაძის, მიქაძეების ჩართულობით. იმ დროისათვის გამოძიებას მოპოვებული ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა დავით დეკანოსიძის და თორნიკე კაჭარავას მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი. ავტომობილი, რომლითაც მკვლელები გადაადგილდებოდნენ, იდენტიფიცირებული იყო, ტყვის მასრები, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული და ასევე ავტომობილში აღმოჩენილი მასრები დადასტურდა ექსპერტიზის მიერ, რომ ერთი და იგივე ცეცხლსასროლი იარაღით იყო გასროლილი. მასრებზე ამოსული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნოდა თორნიკე კაჭარავას. იმ დროისათვის გავლენიანი პირების ჩარევით, კერძოდ კი მიქაძეების და ჯოხაძეების თხოვნით ფარცხალაძის მარჯვენა ხელმა მიხეილ ჩოხელმა თორნიკე კაჭარავა გადაიყვანა სომხეთში და შემდგომ, როდესაც უკვე საქმე დაალაგეს, მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა იგი ჩვენების მისაცემად. ამდენი წლის განმავლობაში საქმე თაროზე იყო შემოდებული და ოჯახს, გარდაცვლილის ოჯახს ჰქონდა უმძიმესი ჯვარი სატარებელი ტრაგედია და აღუსრულებელი სამართლიანობა. დღესდღეობით დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ოჯახის სახელით პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებმაც განაახლეს რამოდენიმე თვის წინ განაახლეს აღნიშნული საქმე, იმიტომ რომ კარგად მოგვეხსენება, არაერთი საქმე თაროზე იყო შემოდებული, ისევე როგორც ნიკო კვარაცხელიასი, ისევე როგორც ბიზნესმენ კაჭარავასი და დღეს უკვე მორიგი საქმე, რომელზეც ფაქტიურად უკვე დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულ პირებს წარედგინებად ბრალდება. თორნიკე კაჭარავა, ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის იმყოფება სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დეკანოსიძე მიმალვაში. შესაბამისად, ამ უტყუარ მტკიცებულებებთან ერთად გამოძიებამ დღეის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არის გასული, არაერთი მტკიცებულება მოიპოვა, არაერთი მოწმე იქნა გამოკითხული და უტყუარად დადასტურდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, კაჭარავამ და დეკანოსიძემ ჩაიდინეს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობა. აბსოლუტურად ყოველგვარი მოტივის გარეშე ჩადენილი მკვლელობა. ერთადერთი მოტივი, რომელზეც შეიძლებოდა რომ გვესაუბრა საერთოდ იმ დროისათვის იყო, რომ იგი უბრალოდ არ იყო მათი წევრი. ეს არის მომენტი და მოცემულობა, როდესაც გავლენიანი პირები ცდილობდნენ, რომ ქუჩა გაეკონტროლებინათ და პირები, რომლებიც მათთან არ მეგობრობდნენ, სწორედ ასეთი მეთოდებით უსწორდებოდნენ. წარმოიდგინეთ იმ დროისათვის, როდესაც უტყუარი მტკიცებულებები ხელთ ჰქონდა გამოძიებას, რას უნდა მოეხდინა გავლენა, რომ ეს საქმე თაროზე შემოდებულიყო და ოჯახი პასუხგაუცემელი ყოფილიყო. ოჯახმა იცოდა, გარდაცვლილი გიორგი კვარაცხელიას ოჯახმა იცოდა
ამ ყველაფრის შესახებ, იმიტომ რომ დუმდა იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხის შემცველი იყო, რა თქმა უნდა, მათი ოჯახისთვისაც აღნიშნულ პირებთან დაპირისპირება. თაროზე შემოდებული საქმე დღეს შეიძლება უკვე გახსნილად ჩავთვალოთ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ოჯახის სახელით პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს. აი ამ საგამოძიებო მოქმედებების განახლება, რაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რა ნაბიჯებია კონკრეტულად გადადგმული? ხომ არ გაფართოებულა ბრალდებულ პირთა წრე და აი რისი თქმა შეგვიძლია ახლა გამოძიებაზე, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, როგორც აღნიშნეთ, თაროზე იყო შემოდებული. რა სიახლეა? კი ბატონო, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ის ინფორმაცია, რომელსაც მიხეილ ჩოხელთან დაკავშირებით ვფლობდით, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, დადასტურებული არის აღნიშნული ფაქტი. გამოკითხული არაერთი მოწმის მიერ იქნა დადასტურებული რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გამყარდა აღნიშნული საქმე და რა თქმა უნდა, მიხეილ ჩოხელი თავისთავადად საერთოდ არ იცნობდა და არც ოთარ ფარცხალაძე თორნიკე კაჭარავას. რა თქმა უნდა, მათ სანაცნობო ურთიერთობა ჰქონდათ მიქაძეებთან და ჯოხაძეებთან, რომელთა თხოვნითაც შემდგომ და სავარაუდოდ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ სოლიდური თანხაც იყო გადახდილი იმ დროისათვის ამ საქმის თაროზე შემოსადებად, ამ საქმის ჩასაფარცხად წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქმე იქნებოდა იმ დროისთვის გახსნილი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაერთი უტყუარი მტკიცებულებით დასტურდებოდა მაშინ ჯერ კიდევ მაშინდელი მტკიცებულებებით, რომ აღნიშნული პირების მიერ იქნა დანაშაული ჩადენილი. მაშინვე გამოკითხული მოწმეების უმრავლესობა აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდიოდა დეკანოსიძისა და კაჭარავას მიერ მიცემულ ჩვენებასთან. ჯერ კიდევ მაშინ გამოძიებით დადგენილი იყო უკვე დამნაშავე პირები, თუმცა ისინი არ იქნენ პასუხისგებაში მიცემული. ვინაიდან და რადგანაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორედ ჩემს მიერ დასახელებული გავლენიანი პირების მიერ იქნა აღნიშნული თაროზე შემოდებული. იმ დროისთვის ბრალი არავისთან არ იყო წაყენებული, ანუ აბსოლუტურად არავისთან. აბსოლუტურად არავისთან. და როდესაც უკვე აქ საქმე დაალაგდა და დაალაგეს, ესე რომ ვთქვათ, ოთარ რომანოვ ფარცხალაძის ჩართულობით და იმ პირთა ჩართულობით, რომელზეც უკვე ვისაუბრე. მხოლოდ ამის შემდგომ ჩამოიყვანეს კაჭარავა საქართველოში და ადვოკატთან ერთად იყო მისული საგამოძიებო უწყებაში და წარმოიდგინეთ ბიოლოგიური მასალა, რომელიც ტყვის მასრებზე იყო ამოსული, მისი განცხადებით და მისი ჩვენებით, ასე იყო, მოკლედ რომ ბევრი იარაღთან ქონია შემხებლობა ზოგადად, ანუ ხელში ჭერია სხვადასხვა პირების იარაღი და მათ შორის მასრები და შესაძლოა იქიდან ყოფილიყო მოკლედ ამოსული მისი ბიოლოგიური მასალა მასრებზე. დღეს უკვე უტყუარი მტკიცებულებებით არის დადასტურებული ის, რომ მკვლელობა ზუსტად ამ ორმა პიროვნებამ ჩაიდინა. და დღეს უკვე უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოებები, რომ სწორედ მიხეილ ჩოხელის მიერ იქნა გადაყვანილი და რა თქმა უნდა, მიხეილ ჩოხელი, როდესაც პირადად არ იცნობდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი სანაცნობო წრე შემოფარგლული იყო, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უამრავ საქმეში იკვეთებიან ეს პირები, მიქაძეები და ჯოხაძეები. არც ოთარ ფარცხალაძე და არც მიხეილ ჩოხელი უშუალოდ კაჭარავას ასე არ იცნობდა. მაგრამ სწორედ მათივე თხოვნით მოხდა და ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ფლობს ფაქტიურად ყველა, ვინც ზოგადად ეს საქმე იცის. დღეს აქვს რომელიმე მათგანს ოფიციალურად ბრალდებული სტატუსი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე? დღეს ჯერჯერობით ამ ეტაპამდე ბრალი არ ქონდა წაყენებული, თუმცა გამოძიება
ფაქტიურად უკვე დასრულებული არის და შეიძლება დღეს ცოტა მოგვიანებით უკვე მოხდეს ბრალის წაყენებაც. გიორგი, ერთსა გითხავთ, აი 10 წელი გავიდა მკვლელობიდან. რას უკავშირებთ, რომ 10 წლის შემდეგ გადმოიღეს ეს საქმე და მიიყვანეს ბოლომდე, როგორც თქვენ ამბობთ? კეთილი, ზუსტად იმ გარემოებებს, რომ კარგად მოგეხსენება და საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. მაშინ, როდესაც არაერთი მკვლელობის საქმე, ბიზნესმენ ლევან კაჭარავასი, მათ შორის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს ჩაფარცხვები მიმდინარეობდა და ლევან კაჭარავას საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელად ითვლება, სწორედ ასეთი გავლენიანი პირების ჩართულობით ხდებოდა საქმეზე მტკიცებულებების ან განადგურება, ან კიდევ თუ მტკიცებულებების მოპოვება მოხდებოდა მისი თაროზე შემოდება. დღესდღეობით, როდესაც ეს გავლენიანი პირები აღარ ფლობენ არანაირ ბირკეტებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა მოწადინებული არის, რომ ყველა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოხდეს მტკიცებულებების მოპოვება და დამნაშავე პირების დასჯა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოჯახი ითხოვს, რომ დასჯილები იყვნენ არა მხოლოდ მკვლელობის ჩამდენები, არამედ ის პირები, ვინც უშუალოდ აფარებდა ხელს ამ პირებს, ვინც უშუალოდ ხელი შეუწყო მათ ტანჯვას ამდენი წლის განმავლობაში, რომ ეს საქმე თაროზე შემოდებულიყო.